ახლა საუბარს განმოგცობთ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრთან ლევან ნიკოლაიშვილთან. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა ჩართვისათვის. საქართველომ კვირის დასაწყისში ყაზახეთთან, დღეს კი უზბეკეთის რესპუბლიკასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია და როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, მულტივექტორული დიპლომატია არის ის თემა, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ განვლილი კვირის მთავარი სადისკუსიო საკითხი. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ დღეს დაკავშირებადობის ფუნქციის მქონე ქვეყნებს ენიჭებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებს. აი, ამიტომ ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო მკაფიოა საქართველოს როლი და მნიშვნელობა. თქვენი დაკვირვებით და შეფასებით, რა არის აი ესეთი არჩევანის და ამგვარი პოლიტიკის მთავარი სარგებელი? პირველ რიგში ალბათ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ეს ყოველივე რამდენად სასარგებლო არის საქართველოსთვის და მე მგონი არავის არ უჩნდება ზედმეტი ეჭვები მის თაობაზე, ეს ნამდვილად სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისათვის, ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის თაობაზე, რა იძლევა ამის საშუალებას. ამის საშუალებას იძლევა ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ამ შემთხვევაში მოქმედებთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკით იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს. მაგრამ ამის საშუალება წაგვერთმევოდა სხვა შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ერთუბრალო მიზეზიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ამ შემთხვევაში დავემორჩილოთ იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნია ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს უნდა განესაზღვრა ჩვენ მაგალითად ყაზახეთთან იქნებოდა ეს უზბეკეთთან თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან რა ურთიერთობა უნდა დავამყაროთ და როგორი ეკონომიკური სარგებელი უნდა მივიღოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩვენ ამის უფლებას მოგცემდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარჩებოდათ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ხურდა. აბადიეთ, ესეთი გამოთქმისათვის, მაგრამ ეს სწორედ ესე იქნებოდა. თუკი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, თუკი ქვეყანა არის სუვერენული სახელმწიფო და გააჩნია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, მას რა თქმა უნდა აქვს რეალურად ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური კავშირები დაამყაროს ისე, როგორც მას წარმოუდგენია ქვეყნის ინტერესებისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში? ევროკავშირის პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა ჭირდება ევროკავშირს, მაგრამ არ ითვალისწინებენ ხოლმე შუად იმას, თუ რა ჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს. ეხლა გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი იმის თაობაზე, თუ რას გვთავაზობს ევროკავშირი, რის განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის კომისარ მარტა კოსისაგან, რომ თურმე მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ის თუ როგორი გზით იაროს ევროკავშირმა. დანარჩენი ქვეყნები იქნება ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი და მათ არ იქნებათ მონაწილეობის მიღების საშუალება გადაწყვეტილებაში. უბრალოდ მათ უნდა შეასრულონ გარკვეული ვალდებულებები, რასაც მას დაუსახავენ ის ქვეყნები. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში სუვერენიტეტი იქნება შეზღუდული და მეორე ქვეყანას არ ექნება დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. იქნება მხოლოდ იმის საშუალება, რასაც გაწყვიტავს ევროკავშირის ბიუროკრატია და ის ადამიანები, რომელსაც წარმოუდგენიათ საქართველოს ჩვეულებრივ უბრალო სახელმწიფოდ, რომელიც შეიძლება უკანონო ყველაფერი, თუკი ისინი გახდებიან ამ ეგრეთ წოდებული გაერთიანების წევრი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ უბრალო ფაქტს იმის თაობაზე, რასაც ჩვენი პარტია ძალიან ხშირად განცხადებებისა და ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს. ჩვენ რეალურად გვჭირდება ნეიტრალური სტატუსი იმისათვის, რომ არც ერთ ბლოკში არ ვიყოთ გაერთიანებული, არც ეკონომიკურ და არც სამხედრო ბლოკებში და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა ჭირდება ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა ჭირდება ქვეყანას ეკონომიკური თუ ენერგეტიკული განვითარებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთ-ერთი კარგი საწინდარი იმისათვის, რომ თუ კი ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, შემდგომში აუცილებლად იფიქროს საზოგადოებამაც, ხელისუფლებამაც და მოდით ესე ვთქვათ, იმ ჯანსაღმა პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ კი ასეთები აღმოჩნდებიან, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც ქვეყანას რეალური განვითარების არჩევანი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხედავს და არ დამდგარა დღის წესრიგში ევროკავშირთან ურთიერთობის პრიორიტეტულობა. ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს გაცხადებული კურსი არის ევროკავშირთან ურთიერთობა. აი ასეთ მოცემულობაში ვისაუბროთ პარალელურად სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაზე, რისკებზეც და სიკეთეებზეც. ხო, აი, საქმეც იმაშია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება ეს თუ ცალკეულ სახელმწიფოთან ურთიერთობა არის ის საშუალება, რასაც ნეიტრალიტეტი იძლევა იმ პოლიტიკის განხორციელებით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, თუკი ასეთ სახელმწიფო გვექნება. ნეიტრალიტეტი არ ზღუდავს რომელიმე სახელმწიფოსთან ურთიერთობას,
ოღონდ აქ ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული თანასწორობრივ პრინციპებს. რაც შეეხება ევროკავშირს, ხომ, ჩვენ ვხედავთ რა დამოკიდებულება აქვს მათ ჩვენთან მიმართებაში და ასევე ვხედავთ იმ შანტაჟის მექანიზმებს, რასაც ისინი ფაქტიურად ყოველკვირეულად, ყოველდღიურად ახორციელებენ საქართველოსთან მიმართებით. ძალიან ცუდია თუ ჯერ საქართველოს ხელისუფლებას ამის თაობაზე არ გადაუხედავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ერთ უბრალოდ საკითხში, რომ საზოგადოების ძალისხმევით ბევრი ჯანსაღი ადამიანების აზროვნების უფრო გაფართოებით ნეიტრალიტეტის შესახებ და უფრო მეტი ფარდის ახდით ევროკავშირის რეალური ზრახვების თაობაზე, ამის საშუალება მართლა უფრო და უფრო გამოჩნდება. რაც შეეხება იმას, რომ ჩაწერილია ეს კონსტიტუციაში, კონსტიტუციაში როცა ჩაიწერა ევროატლანტიკური მისლებების შესახებ, ჯერ იყო აბსოლუტურად სხვა სიტუაცია და მეორე, რაც ყველაზე უფრო საინტერესო არის, რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე. ევროკავშირი ღებულობს ჩვენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თუ ჩვენ უნდა გავხდეთ ის სახელმწიფო, რომელიც იქნება მონურმორჩილებაში ევროკავშირთან და მათგან ზონებასთან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მე მესმის ვერასაც მეუბნებით, რომ ეს ჩვენი პარტიის პოზიცია, მაგრამ დამერწმუნეთ, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია და ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი არის ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარებისათვის. ბატონ ლევან, მოდით ახლა სხვა პარტიების შეფასებებიც შევაფასოთ, იმიტომ რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმხრივ ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ამას ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი უთვლის ხომ და არა მარტო ოპოზიციის, ქვეყნის გარედანაც ისმის ხოლმე ასეთ შეფასებები, უთვლიან ხოლმე საგარეო ვექტორის გადახედვა. აი რატომ შეიძლება მიიჩნეოდეს ახალი ურთიერთობების გაღრმავება და აი ვთქვათ ახალი ფრონტის გაშლა საგარეო ურთიერთობაში ძველი და გამოცდილი პარტნიორობის ჩანაცვლებად. თქვენ ორი მხარე ახსენეთ, ერთი უცხოელი, რომელიც ამ ყველაფერს თითქოს და არ უწონებს საქართველოს, ეს ძალიან ცუდი არის თუ არ უწონობენ, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გახლავთ იმის თაობაზე, რომ ესე იგი უცხოეთში გარკვეული ძალები ფიქრობენ ისევ და ისევ იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა იმართებოდეს მათი კარნახითა და მათი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მეორე თქვენ ახსენეთ გარკვეული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არის ჩვეულებრივი უცხოეთის აგენტურა, რომელსაც თავიანთი პროგრამა, თავიანთი აზრი ამა თუ იმ საკითხებთან მიმართებაში არ გააჩნიათ, უბრალოდ დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რა დონის თანხას გადაუხდიან და რა დონის შეკვეთა იქნება იქიდან, უცხოეთიდან, სწორედ იმის მიხედვით გააკეთებენ რაღაც განცხადებებს. თორემ კიდევ ერთხელ, რომელიც კვლავმყოფელი ადამიანი ამ პარტიული დაჯგუფება იქნება თუ პოლიტიკოსთა ნაწილი, უნდა ამბობდეს უარს იმის თაობაზე, რომ საქართველოს იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს ვიღაცის მორჩილებაში მყოფი და არ იმართებოდეს ვიღაცის კარნახის ქვეშ. ეს არის დამღუპელი და კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმას, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები და მათ რადიკალური დაჯგუფებები მხოლოდ არიან მორჩილებაში. სწორედ იქიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აფინანსებენ იმის გამო, რომ იქნებდა რამენაერად საქართველოს დაიმორჩილონ თავიანთ ჭკუაზე და დაიმარჩილონ იმ მიმართულებების მიხედვით, რაც მათ წარმოუდგენიათ სწორედ და ეს სწორედ წარმოუდგენა არის ის, რომ მათი ინტერესები გატარდეს და არა დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესები. და კიდევ ერთი თემა არის ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი. ოპოზიცია რომელიც ამის გამო აკრიტიკებს პრეზიდენტ ყაველაშვილს, რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერებს ამბობს, რომ ეს არ არის მათი საქმე და საქართველოს შიდა პოლიტიკით და არა მარტო შიდა პოლიტიკით ძალიან დაინტერესებულ კონგრესმენ ვილსონსაც არ გამოერჩენია ეს ფაქტი და მას უწოდა ანტიამერიკული პაქტის გამტკიცებდა. აი ორმაგი სტანდარტი როგორც შეფასება არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი მოსაზრებების კომენტირებისას, მაგრამ აი რა მორიგ ნარატივზე, რა მორიგ კამპანიაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს დამოკიდებულება? ვილსონი არის ძალიან იაფასიანი რაღაც პოლიტიკური მოთამაშის მსგავსი ჩამოყალიბებული ფიგურა. თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, პირველ რიგში ალბათ კარგი იქნებოდა თუ გააკრიტიკებდა თავის ქვეყნის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან ცდილობენ ურთიერთობების დამყარებას. თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, ასევე კარგი იქნებოდა იმის თაობაზე, თუკი ის მოუწოდებდა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ ირანთან შეწყვიტონ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მაშინ შეიძლება კიდე დაფიქრებული ვიყავით იმის თაობაზე, რომ ვილსონის მოსმენა შეიძლება. ეს არის იაფასიანი ვიღაც პოლიტიკანი, რომელსაც პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენაც არ აქვს ალბათ ზუსტად რომ გეოგრაფიულად უდისკრით საბდებაროებს საქართველოს და რახანე გეოგრაფია ვახსენე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას. ირანი არის რეგიონალური მოთამაშე. ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშეთან საქართველოს უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად
და აქედან გამომდინარე მე ამაში ვერაფერს უცებ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს გაემგზავროს ირანის ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი დიპლომატიური ჟესტი და პატივისცემის გამოხატვა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვისთანაც ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთობა. ირანთან ურთიერთობას, თურქეთთან ურთიერთობას, თუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას ჩვენ არავინ არ უნდა გვიგზავნოს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს არის მთავარი ინდიკატორი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიღაც რადიკალურ ჯგუფებს და პოლიტიკანებს, მათ სხვანაირად ვერ უწოდებ, რომ ირანთან არ იწონებენ ურთიერთობას, თუ სხვა ქვეყანასთან არ იწონებენ ურთიერთობას, ეს მათი საქმე არ არის ერთი პრობლემის მიზეზიდან გამომდინარე. მათ არც შესაბამისი ლეგიტიმაცია გააჩნია და თუ ვინმეს რამეს თავი აქვს, 2028 წელს იმართება არჩევნები, კარგად მოიმზადონ, მათ შორის მოამზადონ შესაბამისი პროგრამები და თუ კი მიაღწევენ ოდნავ მაინც იმას, რაც მათ მიცემს ლეგიტიმაციას, ამის შემდეგ შეუძლიათ რაღაცაზე ისაუბრონ. მანამდე ხომ მათი საუბარი, მათი რაღაც კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ვისთან კონდეს ურთიერთობა და ვისთან არა, მათი გადასაწყვეტი არ არის. აქედან გამომდინარე, მიხედონ თავიანთ პატრონებთან ურთიერთობას და თუ კი აქვს შესაძლებლობა, კი ბატონო, აიღონ ის ფული, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მოიხმარენ ამ თანხებს და თავიანთ ასე ვთქვათ, არეულ აზროვნებას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.